სად არის ჩემი კამერა? აგერ არის ჩემი კამერა თუ არა? არ მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? აგერ გვერდით მიდგას ალექსანდრე რაზმაძე და ჩემი მეგობარი არაჩვეულებრივი პიანისტი თამუნა ბაბილო, რომლებიც დამეხმარებიან ამ არაჩვეულებრივ ექსპერიმენტში, რომელიც რაღაც ფაქტიურად 9 საათში გავაკეთეთ. ბოდიში უნდა მოგიხადოთ, უნდა ვიხმარო ტელეფონი, შპარგალკა ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ და იმედია მოგეწონებათ თქვენს. ჩვენ გისმენთ და გელოდები. გისმენთ, ხო? Our hearts in vain, we jumped, never asking why. We kissed, I fell under your spell, although no one could deny. Don't you ever say I just walked away. I will always want you. I can't live a lie, running for my life. I will always want you. I came in like a wrecking ball. I never hit so hard, love. All I wanted was to break you all. All you ever did was break me. You break me. I put you high up in the sky, and now you're not coming down. It slowly turned. You let me burn, and now you're not asking why. Don't you ever say I just walked away. I will always want you. I can't live a lie, running for myself. I will always want you. I came in like a wrecking ball. I never hit so hard in love. All I wanted was to break you all. All you ever did was break me. I came in like a wrecking ball. Yeah, I just want your eyes and soul that me chasing in the blazing ball. All you ever did was you break me. Yeah, you break me. I never meant to start a lie. I just wanna let me instead of use words. I guess I should've let you in. Never meant to start a war. I just wanna let you in. Yes, I just wanna let you in. Don't you ever say I just walked away. I will always want you. Yes, I can't live a lie, running through myself. I will always want you. I came in like a wrecking ball. I never should have let you love. All I wanted was to break you all. All you ever did was you break me. I came in like a wrecking ball. I closed my eyes and life for sure. Let me crashing in the waves of gold. All you ever did was break me. Yeah, you break me. Yeah, you. დიდი მადლობა. თამუნა ბაბილო, ალექსანდრე რაზმაძე გთხოვთ. და სტუდიაში გველოდება გუგა ჭყვანია, ხო? ესე იგი, როგორი მნიშვნელოვანია ბიტბოქსერის არსებობა, არც დასაწყამი ინსტრუმენტები არ არის მოსატანი, არც არაფერი. არაფერი არ გჭირდება, ხო, ისეთი ინსტრუმენტს ცოცხალი ინსტრუმენტი, რომელიც ასრულებს დასარტყამის, არ მარტო დასარტყამის პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში შეუძლია ჩაწეროს რამოდენიმე არხზე ბასის პარტია, დასარტყამის პარტია და საერთოდ ელექტრონული მუსიკის აბსოლუტური იმიტაცია გააკეთოს. უბრალოდ ორი სიტყვით ვიტყოდი,
ეს რა თქმა უნდა არ არის ბიტბოქსერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანის ინსტრუმენტი ბობი მაკფერინი ყველამ ვიცით, რომელიც საქართველოს დომარიც იყო და ნუ სწორედ გამოირჩეოდა ბევრი წლების იქით. არ ბიტბოქსერობდა, მაგრამ კაცი ორკესტრით გახოლმე სცენაზე, რომელიც ასრულებდა ერთდროულად რამოდენიმე ინსტრუმენტის იმიტაციას, ფანტასტიკურად და პლუს არ გენიალური მუსიკოსია ეს უბრალოდ გამოხსენდა. სხვადასხვა ხელის მოძრაობებით აკეთებს ხო კერძზე, გულკერძზე, კისერზე, იმიტომ რომ ეს იმასთან ტექნიკა არსებობს სპეციალური, რასაც თქვენ ილაპარაკებთ უფრო ვიდრე მე, მაგრამ ძალიან ისეთი პირველად როდის მოგდის თავში, იმიტომ რომ მე მომსულია მაგალითად ახალგაზრდა ვიყავ, მაშინ ბიტბოქსერობა არ არსებობდა, მაგრამ რაღაცა სიმღერებში როცა დასარტყამი ინსტრუმენტი, მე მგონი სწორედ აქედან გამომდინარე, რომ თორსა გვერდზე არ არის ბასი, როცა გვერდზე არ არის დასარტყამი, შენ თვითონ ხდები მათი ჩამლასრულებელი. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ნუ მე ბიტბოქსი დავიწყე, როდესაც გავიგე ამის შესახებ პროექტ ნიჭიერიდან. ხო. აი გუგა იყო გამოსული და ნუ მეც დავინტერესდი და შემდეგ მეც დავიწყე. თუ ბავშვობაშიც ხშირად მომდიოდა ხოლმე აზრად, რომ რაღაც რაღაცები გამიგეცემ ხო? რას ვაკეთებ? აი ჩემთვის ის როგორი წარმოუდგენელი. აი მე ვიღებ მუშაობას. ეს არის წარმოუდგენელი. აი გადაწყვეტე და გაინტერესა და რას აკეთებ? როგორ იწყებ ვარჯიშს, ან როგორ იწყებ სწავლას? ანუ სწავლა შეუძლებელია პრინციპში ამის. ანუ კი ისწავლება, მაგრამ ნუ YouTube-ზე არის უამრავი ტუტორიალი, დაუშვათ რა როგორ გავაკეთოთ რაღაც ხმები და შემდეგ უკვე შენით უნდა ანუ შენ უფრო ნიჭი არის, ნიჭი. ნუ ხო უფრო ნიჭი. ყველას არ შეძლია, ნახა შეხი უსმენე. აბა გავაკეთებ ვერანაირად, ვერ მოსკოვში არის ქართველი ბიტბოქსი. საკუთარ საქართველოში იყო ხო? იყო ჩამოსული. საქართველოში განვითარებულია ეს მიმდინარეობა, ხო? განვითარებული, მე მგონი უფრო არ არის. კი, დაინტერესება არის, მაგრამ ძალიან ის ხალხი უნდა მოეკიდოს ამას ცოტა სერიოზულად, ვისაც მართლა შეუძლია რომ ეს დარგი განავითაროს. ჩვენ ვართ, მაგრამ ძალიან ცოტანი ვართ საქართველოში. რავი, თითზე ჩამოსათვლელი ალბათ. თითზე ჩამოსათვლელები. მე მაგალითად მე ალექსანდრე გავიცანი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი, რომ მართლა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის და აი ამ თემაზე რომ დავიწყე მუშაობა, გამიჭირდა ბიტბოქსერების ასე ვთქვათ მოძიება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცოტანი ხარ. არა, სპეციფიური ნიჭზეც არის ხა მართლა დამოკიდებული. რაცა მხრივ გეთანხმები, რომ არის სწავლება, იმიტომ თუ არ გაქვს ბუნებრივად მოცემული ხმის აი ეს მონაცემები, რაც დაუშვათ გაძლევს იმის საშუალებას, ესა თუ ის ტემპერი გამოხატო. ეს ხო არის მხოლოდ ტექნიკა, პლუს რიცხვი შეგრძნება, ხო? მუსიკის სწორი ნოტების აღების საშუალება, სმენა ელემენტარული. ბევრ კომპონენტს მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს. ამიტომ არტიკულაციასაც მნიშვნელობა აქვს, ხო? რა თქმა უნდა, პირის აპარატს, ხო. ეს არის ტუჩების, ენის, ყელის, ყველაფერი. ყველაფერი კერდის, კისრიზევით ყველაფერი. კისრიზევით ყველაფერი არის ჩართული. შენ როგორ დაინტერესდა, როდის დაინტერესდი? მე დავინტერესდი ალბათ 6 წლის წინ, როდესაც ერთ-ერთი ბიტბოქსერის ვიდეო ნახე. საერთოდ არც ვიცოდი რა იყო ბიტბოქსი მაშინ. პულკო ესეთი ბიტბოქსერია. მაგის ვიდეო ნახე და ნუ გავოგნდი, შეიძლება ითქვას და რა ვიცი, მე დავიწყე უკვე მიბაძვა. ჯერ ბაძავდი. თავიდანვე არ გამომივიდა და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ნიჭიც არის გასაგები ნიჭის რაღაც ასეთი თავარი არის დაინტერესებული იყავი უკვე ალბათ ეს ხო მუსიკითაც თუ მუსიკაშიც ახალი ჩართული ვიყავ შენ. მე მოგიყვანა მუსიკაში ხო უფრო ვიდრე შეიძლება ითქვას. თავიდან დაიწყე, გაგიჭირდა, მაგრამ შემდეგ უკვე აი ბევრი ვარჯიშის შედეგად. ჩემი აზრით ეს სმენა თუ გაქვს ადამიანს რაღაც პატარა ნიჭიც საჭირო და შრომის შედეგად ჩემი აზრით ყველას შეუძლია რომ ვინდომოთ საკო მე და შენ. აი პირველი ყველაზე მარტივი სავარჯიშო შეიძლება ითქვას არსებობს ასე. სამი ბგერა ალბათ. თქვი აბა. ეს არის ერთი. იგი. I happy. როგორ მეორე ამით უკვე ბევრი კომბინაციის თანამდებობაში გაგჭირდა და მივიღებთ დასარტყამი ინსტრუმენტის ეგეთ ლუპს. აი ეს არის. ერენ შენ ახლა მუსიკალური ამ სამი ბგერით უკვე შეიძლება აწყო მუსიკა. აწყო რაღაც. და როგორი მუსიკა იქნება ბიტბოქსით? ყველანაირი. ყველანაირი. კი.
აი ჟანრობრივად დაწყებული ჯაზიდან კარგად გასაგონი იყო ჩვენი მსმენელს იქნება აი კონკრეტულად რაღაცა ლუპი გააკეთო და მე ლუპი აპარატურას არა ლუპი ერთ სკულის ყოფ რომელიც პირდაპირ შეგიძლია და ჩაწერის გარშე გააკეთო ხმები დავადო ისე აკეთება როცა დავაპირო ყოველდი გაჩერდი ვაპირებდი კიდე ექსპერიმენტი და დაუგეგმავი ოღონდ თავიდან ფორტეპიანო მნიშვნელოვანია რომ ნახო როგორ კეთდება და მე რა თქმა უნდა როგორც მე ვიცი და ესეც არის სტუდიაში თვითონ აკეთებენ ერთმანეთზე დაწერას ჩაწერენ ერთს დაადებენ მეორე ხმას მესამე და სრულყოფილ მუსიკალურ ნაწარმოებს რომლის თვალნაწილი შეგვიძლია დავუშვათ ნახოთ ხო ეთერში კი ეს უბრალოდ ეხა მაყურებელმაც რო იცოდეს უკეთესად რომ მიხვდეს რას ვაკეთებ ანუ ეს ჩანაწერი აქ არაფერი არ არის ანუ ყველაფერი რაც მოხდე რაც ხმაც იქნება ჩავწერ ეხლა ანუ ლაივში ჩავწერ მაგალითად როგორც ეხლა დავლუპეთ ასე ვთქვათ მაგას რამე ეს ჩავწერ გავუშვებ და მე ზევიდან ვადი რა ამ მიმართულებას ეხა შენაზე ლუპერი არა ლუპს ეძახიან ეს ერთგვარ ბარს რითმოს ეს ბარი შეიძლება იყოს შემდგარი დავუშვათ 4 ტაქტიანი შეიძლება იყოს 8 ტაქტიანი გააჩნია როგორ აზრს წერს და აი გამეორებად ფრაზას ქვია ლუპის ზურეთ რომელიც სემპლის რომელიც ხო მეორე მოკლედ თუ სტუდიაში არ გიქნება ხოლმე დასარტყამი მოგიწევთ ჩავანაცვლებ დასარტყამი ინსტრუმენტს ხოლმე სანამ ამაზე გადავიდოდეთ არა მარტო დასარტყამი ინსტრუმენტის ხოთა შორის ბასიც ელექტრონული ინსტრუმენტიც ყველაფერი წელს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ბიტბოქსში ეს 3 წლის ინტერვალით არის და ზუსტად წელს იყო ეხლა 29-30 ივნის ხო გერმანიაში რატომ არ ხართ იქ რატომ არ ხართ მაის დიდი ბოდიში მაის ნუ უბრალოდ მე იმიტომ არ ვარ რომ ვერ მოვასწარი ვიდეოს გაგზავნა ანუ ჩემპიონატის წინ ტარდება Wild Card Championship სადაც აგზავნი ვიდეოს ნებისმიერ შეუძლია გაგზავნა და 3 ბიტბოქსერს ირჩევენ და უფინანსებენ ყველაფერს და უბრალოდ ვერ მოვასწარი. ესე იგი, ამდენი რაოდენობა და მხოლოდ 3 ირჩევა? კი. ვაუ. შენ არ გიფიქრი ამაზე რო გაგეგზავნა? მე არ ვიცოდი საერთოდ მე როგორც ვიცოდი, ესე იყო რომ ჯერ საქართველოში უნდა ჩატარდეს ოფიციალურად ჩემპიონატი და მე გამარჯვებული შეუძლია. და აქ არსებობს რამე ესეთი კონკურსი ბიტბოქსერებს? ანუ ბიტბოქსერი რო ჩატარდეს ოფიციალური არ იქნება, რადგან არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც Beatbox Battle TV და მხოლოდ იმას შეუძლია ოფიციალურად ჩატარება რაიმე ჩემპიონატის. და რა არის საჭირო ის ლიცენზია დაუშვათ საქართველოს თვითონ მაგ კომპანიამ უნდა ჩაატაროს ბათლი ან ეს ჩემპიონატი არის. უნდა ინტერესდეს. ალბათ ქვეყანაში არსებული მუსიკოს თქვენ უნდა ინტერესდეს. შევთავაზოთ ჩვენი ვარიანტი. პატარა რაოდენობაც არის ბიტბოქსერების საქართველოში და მაგის გამო ფიქრობ რომ არ უყურებთ უბრალოდ ჩატარება. თქვენი პროფესიული ზრდა წინსვლა როგორ წარმოგედგენიათ ჩვენს პირობებში, როცა ვამბობთ რომ ძალიან მცირე ბაზარია, ძალიან ცოტა. და რამდენად მოთხოვნადია. ამ სფეროში რამდენად შეიძლება რომ გაიკვალო გზა და გახდე წარმატებული? საქართველოში ხო, რა ვთქვათ, რეალურად ამ ეტაპზე არ არის ესეთი გასახანი აი მოსწორეთ რომ დაინტერესდეს ჩვენი მაყურებელი, იქ მოსმენოთ რას თავაზობ. აი თვალნათლივ ვაჩვენოთ ჩაწერის პროცესი, ერთი ხაზის ჩაწერის დამატების, აი ეს ვაჩვენოთ ტექნოლოგია. და მანამდე მე მაინტერესებს თქვენ ხარ ხართ ის თაობა, რომლებიც თქვენ შექმნით თუ არა სასწავლებელს, აი ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ დღეს არაფერი არ არის სწავლება. ქონდა აზრად ეგ, მაგრამ ხო, რაღაცა კურსი რო გააკეთოთ, სადაც დაინტერესებული ძალიან ძნელია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ნუ უბრალოდ არც არავინ დაგიფინანსებს ამას. და ნუ ძნელია ამის გაკეთება. სურველი კი ბევრია, მაგრამ ნუ თვითონ განხორციელება. მე მგონია რომ დღეს როდესაც შეხედავენ დაფინანსებების გამოჩნდება და ვაჩვენოთ. ხო, მე მიხარია რომ ჩვენი გადაცემა ამ მხრივ იღებს მონაწილეობას ამ მიმდინარეობის პოპულარიზაციაში. ნამდვილად, გეთანხმები. აბა კიდევ ერთი სიამოვნებით გისმენთ მუსიკალური ნომერი. დიწყებთ.
უფრო კარგად რომ მიხვდნენ პატარა იმას გავაკეთე მაგალითს თუ რას ვაკეთებ რეალურად რა. მასტერკლასია ეს. აი მაგალითად ჩავწერე ეს ბგერა. ზუსტად მასტერკლასი გვაკეთე. ეს იმეორებს ჩემ ჩაწერილს რა. ხო. აი ჩავწერე მაგალითად ეს. აი ჩავწერე მაგალითად ეს. აი ჩავწერე მაგალითად ეს. ამ პრინციპით წერ. კაი. ეხლა დავიწყეთ ხო? პრინციპი გასაგებია თეორიულად. She said, hey, let's go, baby, look at my honey, let's big time, that's my name, and show me, with my cup up, Maggie, cup, show me, with my cup up, Maggie, Shishua
Shishua,